და კვლავ საქართველოს თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა. ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულება ციცინათელების ქვეყანა ერთდროულად ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ 10 ბავშვს და მათ ოჯახებს მოემსახურება. ასევე ფუნქციონირებს დღის ცენტრი. ჰოსპისში გამემარტავენ, რომ პერსონალის კვალიფიკაცია და შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის არაჩვეულებრივი შემთხვევა ჩვენ ქვეყანაში, როცა ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა და უპრეცედენტოა ისიც, რომ ამდენი ხალხი გაერთიანდა ამის გარშემო. ბიზნეს სექტორი იქნება სახელმწიფო თუ თითოეული ადამიანი აბსოლუტურად ყველა მიიღო მონაწილეობა ერთსულოვნად. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვებს, რომელსაც სჭირდებათ პალიატიური დახმარება, ანუ ტერმინალურ მდგომარეობაში ყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს უწევენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. მსგავსი დაწესებულება საქართველოში არ არსებობდა.